ამბები სამეგრელოს შუაგულიდან. ლიზა ზარანდიას ცხედარი სოფელ გურიფულში გადაასვანეს ატრიუმში ფილმის საქველმოქმედო ჩვენება იმართება. რადიო თინათის საინფორმაციო სამსახური განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას ახალ ამბებს 15 საათზე თიეშონია გაგაცნობთ. თბილისში სტიქიის დროს დაღუპული ლიზა ზარანდიას ცხედარი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში გვიან ღამით გადაასვენეს 25 წლის გარდაცვლილი გოგონა მეგობრებმა მას საათით აქსესუარებით და ტანსაცმლით ამოიცნეს. დებს ლიზა და ინდირა ზარანდიებს მშობლიურ სოფელში შაბათს 20 ივნისს დაკრძალავენ. Შეავდებულის დიმიტრი თოლორაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სამეგრელოს ზემოსვანეთის საოლქო პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. მათივე თქმით, შეავდებულმა პროტესტის ნიშნად ქუთაისის ნომერ 2 საპობილეში ხელები მაგიდაზე დაიჭრა და მუცელი გამოიფატრა და ასევე თავის ჩამოხრჩობას სცადა. შეავდებულის ნათესაობის თქმით, თოლორაია ნასამართლებია, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, ის მაშინ უდანაშაულო იყო და მას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. დიმიტრი თოლორაიას ადვოკატის თანდილა ჯოლოგუას თქმით, მჟავდებული სასჯელს გამოძალვის მუხლით იხდის. თბილისში მოხალისეებსა და მაშველებს, რომელიც სტიქიისგან დაზიანებულ უბნებში მუშაობდნენ და კანის დაზიანება მიიღეს, ტეტანუსის აცრის გასაკეთებლად დღის საათებში შეუძლიათ მივიდნენ იმუნიზაციის ცენტრის დამატებით სერვის ცენტრებში, რომლებიც ვაკესა და საბურთალოს რაიონებშია გახსნილი. მისამართი მედკაპიტალი, გამრეკელის 19, ჯანმრთელობის ცენტრი ყაზბეგის 14B და ვერე 21 ქიაჩელის 18. სამედიცინო ცენტრი მედისონი, ვაჟა-ფშაველას 93, წილადი 11, სამუშაო დღე თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ 10-დან 17 საათამდე, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 9 ხაზზე 247-06-06. ცნობისთვის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მოხალისეებს, რომლებიც სტიქიის დაზიანებული ტერიტორიის დასუფთავებაში არიან ჩართულნი, კლინიკები ტეტანუსის ვაქცინაში 20 ლარს ახდევინებენ. დინარე ვერესთვის კალაპოტის შეცვლა მოხერხდა თბილისში წყნეთის ქუჩის მე-13 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მდინარეს მარცხნიდან კლდე ესაზღვრებოდა, რის გამოც ადიდებული ვერე მარჯვენა მხარეს გადმოდიოდა და წყნეთის ქუჩას აზიანებდა. სამინისტროს განმარტებით, სტიქიის პრევენციის მიზნით მოიჭრა კლდის ნაწილი და მდინარის კალაპოტი შეიცვალა. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მდინარის კალაპოტის მარჯვენა მხარეს დამცავი კედლის ასაშენებლად. მდინარე ვერეს კალაპოტი დაბრუნების შედეგად ფუნქცია აღუდგება ცხოველთა თავშესაფართან დაკავშირებულ ხიდს, რამაც შესაძლებელს გახდის იქ დარჩენილი ცხოველების ლეშის ტერიტორიიდან გატანას. წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს კაბელების საქმეზე ბრალდებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომელი. ისინი თბილისის საქალაქო სასამართლო მგირაოს გარეშე პარლამენტის დეპუტატების ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრების ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის და შალვა შავგულიძის პირადი თავდადებით გაათავისუფლა. საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 18 ივნისს მიმართა შუამდგომლობით, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ზომა პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ თანამშრომელს ბრალად ედება სახელმწიფოს შესყიდვისა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვა. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს დაკარგულ 3 ადამიანს 24 საათიან რეჟიმში ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციალური სტრუქტურები ავრცელებენ. ამ დროისთვის უცვლელია დაღუპულთა რიცხვის, რომელიც 19-ში ადგენს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ინდირა და ლიზა ზარანდიებთან ერთად სტიქიის დროს ყოფი ახალგაზრდა მამაკაცის სერგი კაპანაძე. ქალაქ ზუგდიდის მერიის ახალგაზრდული სათათბირო ორგანოს და ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით კინოთეატრ ატრიუმში ფილმის საქველმოქმედო ჩვენებები მიმდინარეობს. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემათ. ახალგაზრდული საკრებულოს რეგიონული მენეჯერის ელენე დარასალიას თქმით, ბილეთები აქტიურად იყიდება და ამ დრომდე 1000 ლარამდე მეტი თანხის შეგროვება მოხდა. ახალი ამბები 15 საათზე რადიო თინათის პირდაპირ ეთერში თია შონიამ გაგაცემით დროებით.